სიმართლის დრო იმედზე შალვა რამიშვილის გარეშე გავა. წამყვანმა საკუთარი გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობას დღეს გააცნო. გადაცემის პროდიუსერი ნოე სულაბერეძე ამბობს, რომ რამიშვილმა ამ პროექტში საკუთარი თავი ამოწურა და ის მუშაობას სხვა მიმართულებით გააგრძელებს. დარჩება თუ არა რამიშვილი იმედზე და ვინ იქნება გადაცემის ახალი წამყვანი ლევან ჩხაიძე ამბობთ. შიშველის ხეულის საჯაროდ გამოჩენა. იმის მტკიცება ხომ არ იყო, რომ გორელი ნინა ბევრად უფრო უკომპლექსოა ვიდრე თბილისელი ვაკელი ნინი ბადურაშვილი. იმედზე ახალი გადაცემა სიმართლის დრო ეთერში შალვა რამიშვილის გარეშე გავა. წამყვანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და დღეს ის არხის ხელმძღვანელობას გააცნო. სიმართლის დროს უკვე ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ საკუთარი თავი გადაცემაში ამოწურა და ამჯერად ის სულ სხვა პროექტებით არის დაინტერესებული. ჩემი ამ გადაცემიდან წამოსვლის მიზეზი არ არის დაკავშირებული ამ კონფლიქტთან, ინციდენტთან, ან წინა გადაცემაში დაცმულ შეკითხვასთან, ეს აბსურდია. უბრალოდ მე ჩავთვალე, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ კარგ გადაცემაში და უამრავი სხვა რამ მაქვს საკეთებული. სიმართლის დრო იმედის ეთერში სულ 5 ჯერ გავიდა. რამიშვილთან ერთად ბოლო გადაცემა ეთერში სამშაბათს გავა. გადაცემის პროდიუსერის თქმით, პროექტი შედგა და ის უკვე წარმატებულია. გადაცემის ავტორები ახალი წამყვანის ვინაობას 2 დღეში დაასახელებენ. ეს არის შალვას დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. შალვა ამ ეტაპზე თვლის, რომ მან თავი ამ პროექტისთვის უკვე ამოწურა საზოგადოებას. შალვა რამიშვილი ამ პროექტში ძალიან კარგად ამახსოვრდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. პროექტი ჩვეულებრივად გრძელდება. სამშაბათს გავა მორიგი გადაცემა, ბოლო გადაცემა შალვა რამიშვილთან ერთად და უახლოეს ალბათ 48 საათში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც გააგრძელებს პროექტს სახელწოდებით სიმართლის დრო. შალვა რამიშვილი გადაცემა სიმართლის დროდან წავიდა. იმედის ხელმძღვანელობა TBC სტუდიიდან, სადაც გადაცემა მზადდება, პასუხს ელოდება თუ ვინ გახდება სიმართლის დროს ახალი წამყვანი. სიმართლის დრო, რომელიც არის ტელეკომპანიის საერთოდ ყველაზე წარმატებული და რეიტინგული გადაცემა და ამაში თვითონ შალვას წვლილი არის ძალიან დიდი. შალვა მუშაობს სხვა პროექტებზე, აქვს სხვა იდეები და მან კომპანიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა სხვა პრიორიტეტები გამოეკვეთა და თავისი დრო მოახმაროს სხვა პროექტებს ვიდრე სიმართლის დროს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონო. გადაცემა სიმართლის დროს წამყვანს არხთან და TBC სტუდიასთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა ის საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დეტალებს არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცნობილი საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება. სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.